ღმერთო. მან დამიჭირა. ისინი ზღვისობობებს გვანან, აი ასე. ეს ჩვენი ბოლო შანსი იქნება. ბიჭებო, ჩვენ ახლა დავეშვით დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე მაგარ ადგილას და დღეს ერთი გიჟური გამოწვევა გვაქვს. ვიცი, თქვენ ცელოდებოდით, რომ ვიღაც განსაკუთრებულს ნახავდით. ის უკვე გადარეულია, კიბორჩალებს დასდევს, აქვეა აღფრთოვანებული. ის პატარა მოზარდია. ბოლო რამდენიმე თვეა ვავარჯიშებდი ასეთივე გამოწვევისთვის. მე და ის მომდევნო, რამდენიმე დღის განმავლობაში ვნახავთ, რას შევძლებთ რომ შევჭამოთ. ვაპირებთ ყველაზე გიჟულ ცხოველებზე ნადირობას, მათზე ვინც მიწაზე დაძვრება და მათზეც ვინც ღრმა ლურჯ ოკეანეშია. მაგრამ დარჩით ჩვენთან, რადგან მოგვიანებით მე და პროთი მის საყვარელ ადგილას წავალ დედამიწაზე, მაგრამ ჯერ მინდა გაჩვენოთ აღჭურვილობა, რომელსაც პირველ დღეს ვიყენებთ. გვაქვს სრულიად ახალი ფარფლები, ეს პოსეიდონის იარაღები. ნახეთ რა მაგარია ეს რამე. გვაქვს მაჩეტეც, იმედი მაქვს, მოგვიანებით შევძლებთ ამით რომელიმე ცხოველის გასუფთავებას. ბიჭებო, არ ვიცი რა ჯანდაბას ვაპირებ ჯამას მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში. მე და პროთი, ჩვენ უნდა დავიჭიროთ საჭმელი, რომ პირდაპირ გადარჩენილები ვიყოთ აქ. პროთი თითქმის ყველაფერს შეჭამს, მაგრამ მეც ასე ვარ მგონი. აქვე გვაქვს ჩვენი ნიღაბი, ბიჭებო, გვაქვს დიდი ძველი ქვემეხი. პირველ დღეს ჯეტსკით ვაპირებთ გასვლას და გავეშურებით ღრმა ლურჯ ოკეანეში. ამჟამად იქ გარეთ რაღაცა გიჟური ცხოველები არიან, ვიცი რომ მიგრირებენ და მინდა რომ იქ გავიდე და ვნახო ისინი, ასე რომ ეს ერთი მაგარი დღე იქნება. იცით, აქვე გვაქვს ჩვენი გამაცოცხლებელი. ამას მოგვიანებით მივიღებთ. უკვე გძნობს უნდა ეს. ოი, ამას მხოლოდ მაშინ ვიღებთ, როცა ბოლომდე გამოვიფიტებით. კარგი, არ მოგატყუებთ. პროთი ახლა მართლა-რთულია. ნამდვილ სცენებს აწყობს. არ ვიცი როგორ იქნება ჯეტსკიზე. და ვეცდები საკუთარ თავს შევფირდე, რასაც ის შეჭამს, მეც შევჭამ. თუ სხვა ძაღლის სკუ ან რამე მსგავსი არ იქნება. მზად ხარ დიდი დღისთვის? მზად ხარ? მან პირდაპირ ყოველ ჯერზე დამასვლა. მოდი, წავიდეთ თევზაობაზე, ამ ჯოხს დავტოვებთ. წავედით. კარგი გოგო. შენ პირდაპირ პრინცესა ხარ, იცი ხო? კი, კარგი. მე და პროთი ღრმა ლურჯ ოკეანეს მივახციეთ. ვაპირებთ აქაურობის დათვალიერება დავითმოთ. გეგმა ასეთია, უნდა ვიპოვოთ საჭმელი დღევანდელი ვახშმისთვის. რაღაც რისი შუბით დაჭერაც შეგვიძლია. და ვფიქრობთ, აქ გიჟური ცხოველებიც იქნება, რომლებთანაც მე და პროთი ერთად ვიცურავებთ. ავებთ, მოდი ღია ოკეანეში მიმოვიხედოთ. ვინ იცის რას ვიპოვით აქ? წავედით. წინ ვეშაპები ვხავს. მზად ხარ გოგო? ღმერთო ჩემო, ასე ნუ მიყურებ. ღმერთო ჩემო, ჩვენ ვეშაპები ვართ. ისინი მთლიანად ამოდიან წყლიდან. ხუმრობ. ღმერთო ჩემო, ბიჭებო. ღმერთო ჩემო. ახლა მთელი გუნდი დავინახეთ. ალბათ წინ 3 ან 4 ვეშაპი იქნება. ისინი სულ ახლა ამოხდნენ წყლიდან, გიჟებივით იქცევიან. ისინი გიჟდებიან. კარგი, თქვენ ხედავთ ამ თოლიებს. ისინი ყველგან არიან ამ ვეშაპების გარშემო, იმიტომ რომ როცა ვეშაპები ამოდიან და წყლიდან ამოხდებიან, თოლიები მათ გარშემო იყრიან თავს. მათზე დროთა განმავლობაში სხვადასხვა ბარნაკლები და სხვა არსებები იზრდება, რომლებიც მერე სცვივა და თოლიები მათ ჭამენ. ისინი წინ გიჟდებიან. პროთი, ვეშაპები ყავს გოგო, ვეცდებით რომ მათთვის ადგილი დავტოვოთ. პროთი მზადაა თავისი პირველი ვეშაპები ნახოს. აქვე ახლოს არიან. შეხედე მათ, პროთი. ჩვენ უბრალოდ არ ვიცით რა ხდება. აი ეხლა. ვაუ, კარგი, ისინი ჩადიან წყალში. აი ისინი არიან, ორნი არიან. რასაც ვეშაპები აკეთებენ, ისინი უბრალოდ დაცურავენ, შემდეგ ჩადიან წყალში, ამოდიან და წყლიდან ამოხდებიან. ამიტომ ვცდილობთ რომ მათგან ცოტა მოშორებით დავრჩეთ, რადგან არ გვინდა პირდაპირ ჩვენზე დაეშვან. აქვე არიან, სწორედ აქ, ხედავ მას, გოგონა, აქვეა, ხედავ მათ. მათ ყველას უნიკალური კოდი აქვთ. ეს დაახლოებით ჩვენი ანაბეჭდივითაა. ასეთ ცნობენ თითოეულს და ითვლიან მათ რაოდენობას აქ. ისინი ქმნიან ამ ბუშტის ბადეებს, რაც ფაქტობრივად ყველა პლანქტონს აბამს. შემდეგ კი მოდიან და ფილტრავენ, იკვებებიან. კარგი, მე და პროთი მივდივართ. მზად ხარ გოგონა? წინ დელფინების გუნდი გვყავს. ისინი აქ არიან, ძალიან ბევრნი არიან, პირდაპირ აქვე არიან. ღმერთო ჩემო, ფროთ. პროთი. უთხარი დელფინებს გამარჯობა.
ღმერთო ჩემო, შეხედე მათ, ისინი აქვე არიან. აქ პირდაპირ ასობით დელფინია. ღმერთო ჩემო. კარგი, ეხლა ცოტა უფრო ახლოს მოვედით და ხედავთ, წყალი მართლაც ძალიან ლამაზად გამოიყურება. ეხლა სანაპიროს გასწვრივ ცოტა უფრო შორს გავცუროთ. შემდეგ კი წყალში შევხვდებით და ვნახავთ, შევძლებთ თუ არა რაიმე საკვების პოვნას, რომ ეს გამოწვევა დავიწყოთ. პროტი ალბათ ეხლა ძალიან მშიერია და მეც საკმაოდ მშივდება. კარგი, აქვე ხედავთ რომ რიფთან ვართ, ეხლა წყალში შევხვდები და ვნახავ, შევძლებ თუ არა პროტისთვის რაიმე საკვების პოვნას. საკმაოდ კარგად გამოიყურება. ვახ, ბიჭებო, დღეს საოცარი დღე გქონდა. ვიკვლევდით, ნახეთ, ვეშაპები, დელფინები და კიდევ უამრავი სხვა რამ. ეხლა გადავჭრათ და პროტის პირველი საკვების მოსამზადებლად შეუდგეთ საქმეს. ეს ნამდვილი სიგიჟე იქნება. იქ ნახავთ, ბიჭებო. წავიდეთ, გოგო. ვაჰ, ფროსი. ოი, ამას ავჭამთ. ნახე რა ცდილობს შეჭამოს. არა, ამას ავჭამთ. ოი, უკვე შია, ბიჭებო, მართლა. ოი, გავუშვი. რასაც შენ შეჭამ, მეც უნდა შევჭამო, მაგრამ ამას არ ვჭამთ. დღეს რასაც ვაპირებთ, სიგიჟეა. მოვამზადებთ იმ თევზს, რომელიც ცოტა ადრე დავიჭირეთ ეგზოტიკურ ხილთან ერთად. და ხედავთ ეხლა პროტს, მას ძალიან შია. ოუ. ეს საჭმელი არ არის, სხვა კარგ საჭმელს მოვიტანთ, კარგი, წავედით, მოდი. ცდილობდით საჭმლის პოვნას, მაგრამ შევძელით ერთი ლამაზი პატარა თევზის დაჭერა, რომელსაც ეხლა მოვამზადებთ, მე და პროტი. მთელი დღე არაფერი გვიჭამია, ამ ლამაზ ნაკადულთან ვართ. პროტი აღფრთოვანებულია. შეხედე. ვაუ. სწორედ ეს არის მთავარი, ბიჭებო, და არ ვიცი როგორ რეაგირებს პროტი. უმი თევზის ჭამაზე. ალბათ უნდა დაველოდოთ და ვნახოთ. სუფრა პირდაპირ ჩვენს წინ არის. პროტი უკვე ცდილობს შეჭმას, ამიტომ ცდილობს შევაჩერო, მაგრამ რაც გვაქვს, ეს ლამაზი პატარა თევზია. თქვენ ნახეთ, ეს ლამაზი პატარა ვერცხლისფერი ტრევალია. ეხლა სინამდვილეში ეს ყველაზე დიდი არ არის. ოი. ის უკვე ცდილობს ხილის წართმევას. ჩვენ ეხლა ვაპირებთ მის ჭამას, დამშვიდი. და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება დიდი არ იყოს, ეს ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი ტრევალის სახეობაა, რაც შეიძლება შეგხვდეთ. სუშიმი, ესენი უბრალოდ საოცარია. ამათ აქვთ ერთ-ერთი ყველაზე თეთრი ხორცი დედამიწაზე. პირდაპირ დავიწყებთ მის დაჭრას და გაჩვენებთ რატომ. ისინი დაუჯერებელნი არიან, მაგრამ გულწრფელად რომ თქვა, არ ვიცი, პროტს მოეტონება თუ არა. ჯერ ამას გავასუფთავებთ. და აქვე წინ მაქვს ძალიან უცნაური ეგზოტიკური ხილიც, რომელსაც ამ ტრევალის ხორცის მოსამზადებლად გამოვიყენებთ. ეს იქნება რაღაც საოცარი, მე და ის. ჩვენ სადილად ნედლ თევზს მივირთმევთ.
არ მგონია, ოდესმე რომელიმე ძაღლს საშიმი ეჯამოს. ვწდით, მივცეთ მას. ეხლა თევზის გასუფთავებას შევდგები. სანამ ამას ვაკეთებ, ალბათ პროთი აქეთ-იქით ირბენს და კიბორდ ჩხალებს და მსგავს რაღაცებს მოძებნის. წესი ასეთია, რასაც ის შეჯამს, მეც უნდა შევჯამო. ვიმედოვნებ, რომ არაფერს უცნაურს არ მოიტანს. ეხლა ზუსტად ხერხემალთან ჩამოვალ და დანას შევაბრუნებ. ვეცდები, რაც შეიძლება ახლოს ვიყო ხერხემალთან. პატარა ჯრილს ვაკეთებ. თევზის ხორცი ჯერ კიდევ მოძრაობს, ასეთი კარგი და ახალია. ვცდილობ დანა, რაც შეიძლება ახლოს გავატარო ხერხემალთან. პირდაპირ კუდიდან გამოვდივარ. მზად ხართ ამისთვის? შეხედეთ ამას. ეს ალბათ ყველაზე თეთრი ხორცია დედამიწაზე. თითქმის არაფერი დამიტოვებია ამ ჩონჩხზე. პროთ, აღფრთოვანებული ხარ. ეხლა ვაპირებთ ვისადილოთ. თელ ლორწოს მას ვწმენთ. არ ინერვიულოთ. პროთი ყოველთვის ქვიშიანია, მარილიანი და თევზის სუნი აქვს. ის მოთმინებით ელოდება საჭმელს. ბიჭებო, ხედავთ ამ პატარა სისხლის ზოლს აქ? ეს ის ნაწილია, რომელიც უნდა ამოიღოთ. თუ ეს დარჩება, მეტალის გემო ექნება. ჩვენ გვინდა მხოლოდ გარედან ლამაზი ფეთრი ნაჯრები. უბრალოდ დარწმუნდით, რომ ძვლები არ არის შიგნით. მე და პროთისთვის სამი პატარა ნაჯერი მაქვს აქ. ნახეთ რა ლამაზია და თეთრი ეს ხორცი. თითქმის გამჭვირვალეა. და ამ ეგზოტიკური ხილის წვენს გამოვიყენებთ, რომ ეს ხორცი მოვამზადოთ. ეხლა რაც მოხდება არის ის, რომ ხილის მთელი მჟავიანობა და მსგავსი ყველაფერი ნელ-მელა შეიწოვება ამ თევზის ხორცში. და მე და პროთი შევძლებთ ეს ლანჩზე შევჯამოთ. ამ ყველაფრის მიზანი ისაა, რომ იმედია, მთელი მჟავიანობა ხორცს მოამზადებს. გვაქვს ტრადიციული ლაიმი. ასე ვაკეთებთ ამას, ბიჭებო. ეს ყველაფერი ნელ-ნელა შეიცვლის ფერს, როცა მომზადება დაიწყება. გვაქვს ცოტა ანანასი, ამასაც დავამატებთ აქ. მზად ხარ ლანჩისთვის? ნახე როგორ კარგად გამოიყურება. პირდაპირ აქ ვართ, კარგი. ან გვაქვს ლაიმი, გვაქვს ანანასი და აქვე გვაქვს პასიფლორა. დავიცდით დაახლოებით 15-18 წუთს, იმედია მთელი მჟავიანობა ხორცში შეიწოვება. და ამის შემდეგ მე და პროთი შევძლებთ ლანჩის ჭამას. წავიდეთ, წავიდეთ ვითამაშოთ. სად იყავი? სად იყავი? ტალახში დარბოდი? ტალახში დარბოდი ესპოდი? ეს პირდაპირ მისის საყვარელი ადგილია. მაგრამ უნდა დარჩე, რადგან ხვალ ტალახში წავალთ, რომ გიჟური ცხოველები დავდევნოთ. მართლა ვერ ვითმენ, რომ თქვენც თან წაგიყვანოთ. მაგრამ ეხლა დაველოდებით, სანამ ჩვენი თევზი მოიხარშება და წავიდეთ სათამაშოდ. წავიდეთ, მოუხარშოთ. მე ვთო ჩემო ბიჭებო, ნახეთ ეს აქ რაღაც არის შიგნით, არ ვიცი. ვერც კი დაინახავდით მას. ალბათ დაბალ მიქცევაზე ამ ტბაში შემოიპარა. არა, შეხედეთ მას. ჰეი მეგობარო, სტილობ დაგეხმარო, კარგი დავიჩირე. ამ არსებას აქ იმდენი ტოქსინი აქვს, რომ 30 ადამიანს მოკლავს ბიჭებო, ასე რომ მე და პროთი ამას ვერ შევჭამთ. დავწმუნდებით, რომ ამას გაუშვებთ. პროთ, ამას ვერ შევჭამთ, ამიტომ გაუშვებთ. არც სადო მისი დაჯერა, აცადე ცურვა. არ შეჭამო. შეხედე მას აქ, ის ბაყაყის გვერდითაა, შეხედე მას. შედე მას. კარგი, მიდის, ყველაფერი კარგადაა. მგონი ჩვენი სადილი თითქმის მზადაა ბიჭებო. ავალთ და ამ ხორცს დავაგემოვნებთ. ბოლო 20 წუთში ველოდებოდით, რომ ეს თევზი მომზადებულიყო და როგორც ჩანს, თითქმის მზადაა. ის, რომელშიც ლაიმია, ძალიან გათეთრდა, მაგრამ დანარჩენ ორზე ვერ ხვდები მოიხარშა თუ არა. შეიძლება თევზში მჟავიანობა საკმარისად ძლიერი არ არის, ან რაღაცა მსგავსი. ის გამუდმებით ცდილობს თხრას ორმოებს, რომ ჭიები იპოვოს, მაგრამ არ იცის ეს. სადილი თითქმის მზადაა. პირველ რიგში პასიფლორის თევზით დავიწყებთ. არ მგონია რომელიმე ძაღლს ოდესმე ნაჭამი გქონდეს. უმი თევზი პასიფლორით. მზად ხარ? ეს არის ჩვენი სადილი. არ მგონია რომ მოეწონა. ეხლა მე ვცდი. არ მგონია პასიფლორა საკმარისად ძლიერი იყო რომ ხორცი მოეხარშა. კარგი, ეხლა ანანასს ვცადოთ. მოდი აქ. მოდით ანანასი ვცადოთ. არა, ანანასმა თითქმის არაფერი გააკეთა. მოდით ლაიმი ვცადოთ. მოდით. მგონია რომ ეს შეიძლება მოეწონოს. ხედავთ, უბრალოდ უნდა გასინჯოს ბიჭებო. ლაიმი უდავოდ საუკეთესოა. ხვალ ამას შევცვლით და ღრმა მანგროს სისტემაში წავალთ. ვერ ვითმენ რომ თქვენს თან წაგიყვანოთ. პროთი გაგიჟდება და იმედია ხვალისთვის კიდევ საჭმელს ვიშოვით მისთვის და ველურ ცხოველებსაც. ასე რომ გულწრფელად რომ თქვა, ეს ერთ-ერთი ყველაზე სახალისო რამ იქნება. ხორცს პროთის პირში ჩაუდებდი, მერე 1 წუთი დასჭირდებოდა რომ გაეგო რა იყო და ბოლოს მიხვდებოდა რომ არ მოსწონდა. გპირდები, ხვალ რაღაც გემრიელს მოგიტან, რაც მოგეწონება და შეგვიძლია შენ საყვარელ ადგილას წავიდეთ. კარგი, მე და ის. ხვალ დილით ადრე გნახავთ. ალბათ პატარა ჩიტებს დაედევნება. კარგი, მაშინ გნახავთ.
ეხლა თევზი გინდა, ხომ ასეა? ეხლა მშიერი ხარ. წავიდე. ჰეი, მოდით აქ ბიჭებო. დღეს ერთ-ერთ ყველაზე გიჟურ ადგილას ვაპირებთ გამოკლებას. მივდივართ ღრმა მანგროს სისტემაში, რომ ვიპოვოთ უზარმაზარი ცხოველი. ქროთის საყვარელი ადგილი დედამიწაზე, ღრმა ტალახი. აქვე გვაქვს ჩვენი დანა და ჩვენი ცნობილი სწრაფი აღდგენის საშუალებაც. ამას ცოტა მოგვიანებით გამოვიყენებთ, თუ ძალიან გაგვიჭირდა, მე და პროთი. მხოლოდ გუშინდელი ერთი თევზი გვაქვს ნაჭამი, ასე რომ ვიმედოვნებთ, დღეს ვიპოვით გიგანტებს. ჰეი გოგო, კარგი, დავიწყოთ გამოკვლევა, წავედით. ჯერ აქვე ამ ბრტყელ ადგილებს დავიწყეთ გამოკვლევას. გონია აქ ზემოთ რამე გიჟუ ცხოველებს ნახავ. არ ვიცი თქვენ თუ ხედავთ ამ პატარა ბურთულებს აქ, მაგრამ ესენი სინამდვილეში რაღაცა უცნაური ცხოველები არიან. ნახე და ცხოველები არიან ესენი. ხედავთ? არა, შეხედე ზურგს უკან. ხედავ ამეებს აქ, პროთ, ესენი ჯარისკაც კიბორჩხალები არიან. შეხედე რამდენია, ზღვის ობობებს გვანან. რა? ეხლა მიზეზი, რატომაც მათ ჯარისკაც კიბორჩხალებს ეძახიან, ისაა რომ ისინი მოძრაობენ უზარმაზარი არმიებივით, ზუსტად როგორც ჯარისკაცები. ისინი კაშკაშა ლურჯი ველური ცხოველები არიან. პროტმა პირდაპირ ერთ-ერთი ეს შეჭამა, რაც ნიშნავს რომ მეც უნდა შევჭამო. ჰოი, რატო შეჭამე ეგ? რა საჭირო იყო? კარგი, მოდი შევჭამოთ. ო პროთ, რატო შეჭამე ეგ? მართლა ისეთი შეგრძნება იყო, თითქოს ყელში მინა ჩამდიოდა. ეს ნიჟარა ძალიან მაგარია. ჩვენ ვიპოვეთ ნამდვილი საგანძური. შეხედე ამ არსებებს, ისინი გიგანტური ზღვის ობობები არიან. შეხედე ამას, ეს ნამდვილი ურჩხულია, უბრალოდ მიკბინა. დღევანდელი გეგმა ასეთია ბიჭებო, ვნახოთ რას ვიპოვით და დავიჭერთ საჭმელად, მხოლოდ ყველაზე მარტივი მეთოდებით. გაჩვენებთ რას გამოვიყენებთ. აჰა, და კიდევ რაღაც ვიყიდე პროტისტვის, რომ ჯეტსკიზე ჩაიცვას. კარგი ბიჭებო, აქ გვაქვს ჩვენი დიდი ძველი კეფალი. ეს იმდენად გაფუჭებულია, რომ ვერ შევჭამ. შიგნით ჩავდებთ, შემდეგ დავხურავთ და მანგროს სისტემაში გადავაგდებთ. იმედია, დიდი კიბორჩხალა მოვა. აქ შეძრება და ამ ბინძურ კეფალს დაიწყებს ჩამას. მერე კი მოგვიანებით ამოვიღებთ და დავიჭერთ. ეხლა დავჭრი მას. დავხურავთ მას. კიბორჩხალების ხაფანგებს ჯეტსკიზე დავდებთ, მაგრამ ეს სათვალეები მაქვს პროტისტვის. მასზე დავახურავთ, რომ როცა ჯეტსკიზე დავამაგრებთ, მან შეძლოს დაინახოს რა ხდება. კარგად უკეთია. ოი, უნდა დარწმუნდე რომ სწორადაა. ჰო, კარგი, მე და პროტი მზად ვართ წასასვლელად. ოი, გახარებული ხარ. კიბორჩხალებს დავიჭერთ. წავედით პროტ. ჰუჰუ! ეხლა ამ ნაკადულის სისტემაში მივდივართ, ჩავაგდებთ ამ ხაფანგებს. ნახეთ ბიჭებო, ხედავთ ამ პატარა კიბორჩხალებს. ნახე კიდევ ერთ-ერთი პატარა ტალახის კიბორჩხალა. პატარები აქ არიან, დიდიებიც აქვე უნდა იყვნენ. მოდი არა ვიშალოთ, კარგი? ნუ დააფრთხობთ ყველა კიბორჩხალას. აქეც ნაჭეს დავდებ. ამას ხელი არ ახლო. მოდი წავიდეთ. ხო გითხარით, ეს მისი საყვარელი საქმეა, ტალახში ხაფანგების დადგმა. მოდი წავიდეთ. ამას ხელი არ ახლო. ეს ნამდვილად კიბორჩხალაა, შეგიძლიათ ნახოთ. აქ არის ეს შესასვლელი, რომელიც მოდის. ჰეი, დამშვიდდი და რაც ხდება ისაა, რომ როცა მოქცევა მოდის, ყველა კიბორჩხალა ზევით ადის. და როცა წყალი უკან მიდის, ისინი გადაადგილდებიან. ეს თითქმის როგორც კიბორჩხალებისთვის ავტობანია. ასე რომ, აქ ზევით და ქვევით მოძრაობენ. ის იქვე აპირებს დაჯდომას. ჰეი, წამოდი, წავიდეთ. ფეხით დავიწყებთ ძიებას და იმედია, ერთს მაინც ვიპოვით. შემომავალი მოქცევა. ასე რომ, როცა წყალი ამოივსება, იმედია კიბორჩხალები შემოედინებიან და ჩვენს ხაფანგებში მოხვდებიან. ო, შეხედე ამას, შეხედე ამ ბიჭს. ჰეი, ფროთ, შეხედე ამ ბიჭს. ეს ბიჭი ტალახში ვიპოვე. ჰეი, ხურადღებით იყავი რომ არ გიგბინოს. დაგიგბენს, ჰეი, თუ მივახლოვდები დაგიგბენს. ჰეი, იო. ეხლა ძალიან გაბრაზებულია, შეხედე მას. ერთი დიდი კლანჩი აქვს, დანარჩენები კი პატარაა. დამიჭირა. მართლა დამიჭირა, კაცო. შეხედე ამას. მან მართლა დამასისხლიანა. ჰეი, ამას დავამშვიდობოთ, ჩვენ გაუშვებთ მას. ოი, მოშორდი, დაგიჭერს, დამიჭირე. ეხლა სქელ ტალახში შევდივართ.
ო, შეხედე ამას. აქ უამრავი პატარა კიბორჩხალა დადის. ქაფია, სად ხარ? იცადე, აი ისიც. შეხედე მას. სულ გაგიჟებულია. ჭკუიდან გადადის. ტალახზეა შეპყრობილი. ამ პატარა ნაკადულებს ავყვებით. ეს კარგი შესაძლებლობა იქნება ჩვენთვის, რომ ვიპოვოთ კიბორჩხალები. ალბათ ეს ერთადერთი დროა ჩემს ცხოვრებაში, როცა მინდა კიბორჩხალები ვიპოვო. ეხლა ქვიშის ბუზები სულ მჭამენ. არ ვიცი, იცით თუ არა, რა არის ეს ბუზები? ისინი პატარა მწერები არიან და სულ შენს გარშემო დაძვრებიან. ეს ძალიან უსიამოვნოა, მაგრამ რაც საჭიროა, უნდა გავაკეთოთ. თუ ამ ტალახს მთელს ხელზე წავისვამ, ნელა გაშრება და ქვიშის ბუზები ვეღარ შეძლებენ ჩემს სკანში შეღწევას. ეხლა ყველაზე რთული ნაწილია. სახის პატარა სკრაბი. ოჰ, როგორ გამოვიყურები? წარმატებას უსურვებ ამ ქვიშის ბუზებს, თუ ეხლა შეძლებენ ჩემს დაჭერას. აქ ეხლა არაფერი მიგბენს. ციე რაოდენობას ცხვირზე წავისვამთ, რომ არ დაკბინონ. ცოტა ტალახი ცხვირზე, ეს უნდა იყოს კარგი. ჰეი, შეხედე ამას. ვიღაცა აქედან სვამდა, შეხედე ამას. აქ ახალი ნაკადულია. იქ აუცილებლად უნდა იყოს ერთი. აი ვიპოვეთ. ხედავ ამას აქ. ქაფია. ой, აქ კიბორჩხალა ყავს. ვერც კი მიხვდებოდი რომ ეს კიბორჩხალაა. 3, 2, 1. უბრალოდ პატარა კიბორჩხალაა, ეს აქ ძალიან მაგარია. ბიჭებო, შეხედეთ ამას. ეს უბრალოდ პატარა მდედრი კიბორჩხალაა, მაგრამ აქ ქვემოთ შეგიძლიათ ნახოთ. ის სინამდვილეში აქ უამრავ კვერცხს ატარებს, ასე რომ აშკარად აპირებს დადოს ისინი. და შემდეგ ამ ეკოსისტემაში კიდევ უფრო მეტი კიბორჩხალა იქნება, რომ ჩვენ ყველამ ვიპოვოთ, ეს ძალიან კარგი ნიშანია. აქვე გაუშვებთ. არ ვიცი, როგორ ვარ შენზე უფრო ტალახიანი ახლა. ყველა ეს კიბორჩხალა უნდა იჯდეს ამ ნაკადულში, აქ, ქაფში გაიარონ და ტალახში ჩაძვრნენ. კიდევ ერთი პატარა კიბორჩხალა აქ არის? ой, ფროთ, ფროთ, ამ პატარა კიბორჩხალამ ცხვირზე მაგბინა, ფრთხილად იყავი, ამ პატარა ბიჭმა ცხვირზე გიკბინა, იცი, მოშორდი, ის ძალიან პატარაა. მოდი კაპო, უნდა მიპოვოთ დიდი კიბორჩხალა, თორემ დღეს ვერ ვჭამთ. კარგი ბიჭებო, რაღაც ვიპოვეთ აქ. ეს არის დიდი ძველი კლანჩი, შეხედეთ ამას. არ ვიცი რა მოკლა ეს კიბორჩხალა, შეიძლება სხვა, უფრო დიდმა კიბორჩხალამ ან რამე მსგავსმა, მაგრამ ეს კარგი ნიშანია. ვიმედოვნებ. აქ სადღაც დიდი კიბორჩხალა უნდა იყოს, რომელმაც ეგ მოკლა. შეგიძლიათ ნახოთ ჩემი კანი ახლა. მთელი ეს ტალახი გაშრა. ეს ქვიშის მწერები ძალიან გამაღიზიანებელია. შეიძლება გაგაგიჟონ კიდეც. ისე გეკავება, თითქოს გაგიჟებული იყო. მართლა ძალიან ბევრი პატარა კიბორჩხალა. უბრალოდ დიდებს ვერ პოულობ. ნახეთ როგორ ცდილობს ეს გადაკვეთოს. თითქოს შიგნით ვარდება. მართლა ყველაზე გიჟური რელიეფია. რას აკეთებ? რატომ ისვრები ასე ტალახში? დარწმუნებული ვარ, უბრალოდ უნდა რომ ეხლა ჩემნაირი არ ვითხედოს. მოდი წავიდეთ. პროსტმა გადაწყვიტა რომ აღარ უნდა მოძრაობა. ჰეი, მანგროსებში არ უჩვევშებით. ადექი უნდა გავაგრძელოთ გზა. მკვდარი არ ხარ. ვიცი რომ თავს მკვდრად ისახავ. მკვდარი არ ხარ. აქ რამდენიმე პატარა კიბორჩხალა ვიპოვე. უმეტესობა მდედრია. ერთ მამს მივაგენით, რომელიც ფროსტის პირზე გბენას ცდილობდა. არ ვიცი რატომ ცდილობდა ფროსტი მისკენ წასვლას. ეხლა საქმე კარგად არ გამოიყურება. ნახე ეს პატარა კიბორჩხალა აქ არის. თითქმის დამიჭირე. ნახე ეს, სწორედ ამას ვეძებთ. უბრალოდ ერთი უზარმაზარი გვჭირდება, არა ეს პატარა ბიჭი. კარგი დავაბრუნოთ. მოდი, აქვე გვაქვს ტალახის კიბორჩხალა. ვერც კი ხედავ, ის სრულიად შენიღბულია. რასაც ვაპირებ არის ის, რომ თითით დავიჭერ და მერე უნდა შევძლო მისი დაჭერა. კარგი მზად ხარ? ეს კიდევ ერთი პატარა მდედრი აქვე. შეგიძლია დაინახო, რომ ქვემოთ კვერცხებს იჭერს. ასე რომ არ გვინდა ზედმეტად შევაწუხოთ, გავუშვებთ, დაედევნი ამას, უბრალოდ დავტოვოთ აქვე. ჰეი, მოშორდი, ეს პატარა გოგოა, ზუსტად შენაირი. მოდი, უნდა ვიპოვოთ დიდი. დაგკბენს, იმედია იცი. არა. ნახე როგორ ხრმად ვიძირები ამ ტალახში ახლა, ნახე, ეს ჩემი ფეხია. ნახეთ აქ ბიჭებო, ეხლა ხან ტალახის მიდია ვიპოვეთ. ამას ჯიბეში ჩავიდებთ. ვიმედოვნებ ცოტა მოგვიანებით კიბოსაც ვიპოვით, რომ მასთან ერთად მივიღოთ. კიდევ ერთი ვიპოვეთ. ჰეი ბიჭებო, ეხლა უკვე დავალაგეთ კიბოს ბადეები და რასაც ვაპირებთ, ესაა რომ გამოვიყენებთ ამ ხელის ანკეს, რომელიც მოვიტანე. ეს უბრალოდ ანკეს სიტყვია და ცოტა ძაფია. აი აქ შეგიძლიათ ნახოთ.
და მაქვს ეს მულეტის თავი, რომელიც კიბოს ბადიდან ავიღეთ. ამ ხორცის ნაჭერს მოვჭრით და ამ პატარა ნაკადულში გადავაგდებთ. იქნებ ბრწელთავას ან მანგროვის ჯექს წავაწყდეთ. არ ვიცი, შეძლებენ თუ არა რამეს დაჭერას კიბოს ბადეებში. და თუ ვერ დავიჭერთ ბიჭებო, მირჩევნია მე და ფროსტს მოგუჩეს საჭმელი მოგვიანებისთვის. მოგლით, ცოტას მოვჭრით ხორცს და პირდაპირ გადავაგდებთ. მზადა, გადავაგდებთ და ვნახავთ, რამეს თუ დავიჭერთ. ველოსიპედებს ვიღებთ. ჰო, ერთი დავიჭირეთ. ჰეი. აჰა, შეხედე ამას. ეს ძლივს თუ ჩაითვება კანონიერ ზომად საჭმელად, მაგრამ რისკზე წავალ და ამას უკან დავაბრუნებ. ვიმედოვნებ რომ ცოტა მოგვიანებით გიგანტურ ტალახის კიბორჩხალას ვიპოვით. ეს შეიძლება ყველაზე დიდი რისკი იყოს, რაც კი ოდესმე გვიღია. აბა, რას ფიქრობ, გოგო? ალბათ უკან უნდა დავაბრუნო. კარგი, აქ უზარმაზარი არწივია და მე კეფალის თავი მიჭირავს. ჰეი, ნახეთ ბიჭებო, მე და ფროსტმა ახლახან დავაფიქსირეთ როგორ მოფრინდა არწივი და შეჭამა იმ თევზის თავი. ეს საოცარი იყო. ჩვენ ახლახან მივეცით არწივს მთელი ჩვენი სატყუარა, ასე რომ თითქმის აღარაფერი დაგვრჩა. მე და ფროთი ახლა მშიერი ვართ, ქვიშაში და ტალახში, ფსკერზე ვართ. მხოლოდ ერთი რამ დაგვრჩენია. ფროთი მზად ხარ გოგო? მგონი დროა ცოტა გამოვცოცხლდეთ. იცით ბიჭებო, როცა ამას მივიღებთ, აქ სრულიად ახალ ენერგიას მივიღებთ. მიიღე. Daddy. ჩვენ თავიდან დავიბადეთ პატარავ. მგონია დროა კრაბის ხაფანგები შევამოწმოთ. ფროთი ჭკუიდან გადადის. წავიდეთ, რას ფიქრობ გოგო? გგონია რამე არის შიგნით. ხაფანგი ნომერი 1. ვნახოთ რამე გვაქვს თუ არა ბიჭებო. სიტყვა სიტყვით, არაფერი. აშკარად ვიღაცამ ჩვენი სატყუარა წაიღო და ამ კრაბის ხაფანგში ახლა არაფერი დევს. ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რომ პირველ ხაფანგში არაფერი დაგხვდა. ყველაფერი ამ ბოლო ხაფანგზეა დამოკიდებული. მართლა ძალიან მინდა რომ იქ რამე იყოს ბიჭებო. მოდით წავიდეთ. ვერ შევძელი მისი გათავისუფლება. წავიდეთ. მოდი გააგრძელე, კარგი გოგო. ვნახოთ რამე ვიპოვეთ თუ არა. არაფერი რა? სატყუარა ისევ შიგნითაა. ჩვენს კიბორჩხალის ხაფანგებში ამ წუთას აბსოლუტურად არაფერი გვაქვს. ღმერთო ჩემო, ბიჭებო, მზე უკვე ჩადის. ალბათ მხოლოდ 1 საათი დაგვრჩა, ასე რომ ვფიქრობ, ბოლო ნადირობაზე წავიდეთ. ეს ბადეები უნდა დავტოვოთ და იქნებ სადმე ვიპოვოთ ერთი. ბიჭებო, ფეხით მოგვიწევს დასვა და უნდა დავიწყოთ ძებლა. ნახოთ, შევძლებთ თუ არა ამ მანგროს სისტემაში კიბორჩხალის პოვნას. ეს ნაწილი აქ ზემოთ ჯერ კარგად არ გამომიკლევია, ასე რომ აქ ავალ და ვნახავ, შევძლებთ თუ არა რამის პოვნას. არ მინდოდა აქ ამოსვლა, რადგან ამ საშინლად ბასრეკლებზე უნდა ვიარო. მაპატიე გოგო, მაგრამ საჭმელი უნდა ვიპოვოთ, წავედით. მაინც ცოტა ენერგია დამჭა იმ სწრაფი ადგენის შემდეგ, ასე რომ ეს ჩვენი ბოლო შანსია. ბიჭებო, აქედან ხედავ მისი ნიჟარის კიდეს, ეს კი კიბორჩხალის კიდეა. ზურგიდან დავიჭირე, ეხლა მის ფეხებსაც დავიჭერ. დავიჭირე, ყველაფერი რიგზეა, დავიჭირეთ. შეხედეთ ამას ბიჭებო, ეს ნამდვილად კანონიერია. არ არის უზარმაზარი, მაგრამ საჭმელია და ესაა რაც მე და ფროსტს ეხლა გვჭირდება. დღეს ტალახში ვიარეთ, მაგრამ ეხლა საჭმელი გვაქვს. ეს ლამაზი, ჟანგიანი ტალახის კიბორჩხალა, ფროსტი საჭმელი გვაქვს. გოგო, ვაუ, კაცო, ეს მართლა ძალიან კარგი კიბორჩხალა. შეხედე როგორ აფრიალებს ეხლა. აი ეს იქნება მშვენიერი საჭმელი ჩემთვის და ფროსტისთვის. ეხლა ამ ქვიშის დიუნებთან მივედით. ეს უბრალოდ სიგიჟეა. აქ ისეთი შეგრძნებაა, თითქოს სხვა პლანეტაზე ხარ. ამ ქვიშის დიუნებთან ერთად კიბორჩხალა გვაქვს, ფროტიციკაა. დღეს ძალიან მაგარ საჭმელს მოვამზადებთ დასასრულებლად. თქვენ იცით რომ მთელი დღე ამ მანგროვებში ვიყავით. ჩემი სხეულით ცეცხლივით მეწვის ამდენი ქვიშის ბუზის შემდეგ და ჯერ კიდევ ყველგან ტალახი მაქვს. იდეალური იქნება. აქ გვაქვს ჩვენი კოცონის ადგილი. ბიჭებო, აქ ძალიან კარგი ფიჩხია. მივდივართ რომ ავიღოთ ეს ყველაფერი. ეს ძალიან ადვილად დაინთება. შენ უნდა დამეხმარო შეშის შეგროვებაში არ მეხმარები. მოდი თქვენც ხედავთ, ეს არის ნათელი ნარინჯისფერი და ამის მიზეზი ისაა რომ ძალიან ჟანგიანია.
ის ახლა აპირებს ნიჟარის გამოცვლას, რაც ნიშნავს, რომ ამ კლანჯებში ძალიან სავსე იქნება. აგრეთვე გვაქვს ეს ტალახის მიდიები, რომლებსაც მოუხარშავთ. ჩვენ გვაქვს მშვენიერი საჭმელი ჩემთვის და პროსტისთვის. ძალიან აღფრთოვანებული ვარ. მოდი დავანთოთ ცეცხლი და მოვამზადოთ ეს ყველაფერი. ეხლა ცეცხლს ავანთებთ და დავწმუნდებით, რომ პროთი იქ არის, რადგან ალბათ ზედ გადახდებოდა. მას გონია რომ ყველაფერი მისი სათამაშოა. ასე რომ მოდი გავამხიაროთ. აი ასე. ოხ, აქ ძალიან ქარია. კარგი, მოდი დავაწყოთ ეს შეშა ყველამ. დადეთ, კომენტარებში უკვე მზადდება. ვეღარ ვითმენ ამ საჭმელს, ეხლა ძალიან მშია ბიჭებო. დავწმუნდებით, რომ ამ კიბორჩხალას ცეცხლზე დადებამდე დავამთავრებთ. გადავაბრუნებთ ზურგზე და დანას პირდაპირ სხეულში ჩავაჭობთ. სწორედ იქ არის მგონი მათი ცენტრალური ნერვული სისტემა. ეს მას მყისიერად დაასრულებს და მერე შეგვიძლია ცეცხლზე მოვამზადოთ. იცადე, არ გაინძრეთ მაო, პირდაპირ ჩავუშვებთ. 3, 2, 1. ეს პირდაპირ მყისიერად მოკლავს მას. ეს კიბორჩხალა, ხედავთ, მზადაა პირდაპირ ცეცხლზე დასადებად. ახლავე, ესენიც მზად არიან პირდაპირ ცეცხლზე დასადებად. როგორც კი გაიხსნება, მაშინ მიხვდებით, რომ მზადაა. წავიდეთ პირდაპირ. დღეს ჩემთვის და პროთისთვის გრძელი დღე იყო, მაგრამ საჭმელი მოვიპოვეთ. სად მიდიხარ? ის ჩემზე გაბრაზებულია. რატომ გარბი ხარ ჩემგან? არ მოგწონვარ. 2 წუთში რომ ვაჭმევ, მაშინ შემიყვარებს. ეხლა სწორედ ეს არის მთავარი. ცეცხლი უკვე ანთებულია. კიბორჩხალა მზადდება რამდენიმე მოლუსკი. პროთი იქ ქვემოთ გათიშულია, სულ ქანს გაწვეტილია. თელი დღე მანგროვებში დარბოდა. დღეს პირდაპირ ბუშტუკებს უშვებს. საოცარია. დაველოდებით, როდის გაიხსნება ესენი. ეს მალე ნათელ ნარინჯისფრად გადაიქცევა და ვეღარ ვითმენ, როდის შევექცევი. ეხლა საშინლად მშია. ჩვენი კიბორჩხალა აქ უკვე ნათელ ნარინჯისფრად იქცა. ეხლა მოუხსნით, ეს რაღაც საოცარი იქნება. მართლა ერთ-ერთი ყველაზე გიჟური დრე გქონდა დღეს ბიჭებო. სრულიად მარილიანი ვარ, ქვიშიანი, ყველაფერი ერთად. ვიცი. ალბათ გაგიჟდებით კომენტარებში, რომ ამას პირდაპირ ქვიშაზევდებთ ეხლა. მაგრამ საერთოდ არ მადარდებს, იმდენად მშია და პლაჟზე ვერაფერს პოულობთ. პროთ. არ გაწუხებს თუ ცოტა ქვიშიანია, ხომ ასეა? მას არ ადარდებს ბიჭებო და მეც არ მადარდებს. ვფიქრობ, ამ ტალახის მიდიებს უნდა ვცადოთ. შეხედე ამას, სინამდვილეში ძალიან კარგად გამოიყურება. შეხედე ამას. მზად ხარ? კი. არ გინგა? მოდი. არ ვიცი. ისიქ არ არის. თავს აბრუნებს მისკენ. ბიჭებო, მართლა მესმის რატო არ მოსწონს ისინი. ისინი საერთოდ არ არიან კარგები. ეხლა ჩემზე გაბრაზებულია. მოდით ნახეთ როგორ ბრუნდება. ამ ტალახის კიბორჩხალასთვის, ამ ლოლიპოპის კლანჯებს გავხსნით. ეს კიბორჩხალა მართლა ძალიან სავსეა. აქ რა არის? კარგი ბიჭებო, ის თავისას იქ შეჭამს, პირდაპირ შეჭამს ყველაფერს. მე ჩემი კლანჯი აქ მაქვს. მართლა ეს ერთ-ერთი ყველაზე გიჟური ვიდეო იყო ოდესმე. ტალახის კიბორჩხალას სანაპიროზე. დასასრულებლად, პროთი. ის ვერ წყვეტს ჩიტებთან თამაშს ბიჭებო, ბოლოს თავის ტალახის კიბორჩხალას შეჭამს. მართლა ეს ერთ-ერთი ყველაზე გიჟური თავგადასავალი იყო ჩემთვის და პროთისთვის. შემდეგ ველურ ვიდეოზე აქ შეგხვდებით ბიჭებო. იქ გნახავთ. გაგიმარჯოთ.